ეხლა მე თუ მოქმედებ ძვალსახსრომლო სისტემაზე და ვაუმჯობესებ მოძრაობას ამა თუ იმ სტრუქტურაში, ის იმ რეფლექტორული კავშირით ის აისახება ორგანოებზე. და რა დროს შეიძლება კიდევ მოუმართოს ოსტატობთან. თუ კი არის რაიმე ფუნქციონალური აშლილობა შინაგანი ორგანოების მხრიდან. ეს არის გასტრიტები, გასტრიტები გამწვავების ფაზის გარეშე, ანუ როდესაც ჩამცხრალია, ორგანოების დაწევა, მტკივნეული ციკლი, ყაბზობა, ფაღარათობა, ნაღლის ბუშტის დისკინეზიები, სასუნთქი ორგანოების ფუნქციონალური სხვადასხვა აშლილობები, თუ კი არის ასთმა, ჩვენ ვეხმარებით, რომ ექსკურსია კიდევ უფრო უკეთესი იყოს და გარკვეული შეგუპირებითი პროცესები მოუხსნათ. ხელფლური ცხვირის დაავადების დროს პირდაპირ მოქმედებ ჩვენ პირის ღრუს მეშვეობით სტრუქტურებზე და ძალიან შეერთ კარგი შედეგები გვაქვს, თუნდაც არის ცხვირის გიდის გამრუდება, პოლიპების დროს ვეხმარებით, არის ჩვენება ოპერაციის და არის კორიდორი, სადაც ჩვენ შეგვიძლია კარგი დახმარება გავუწიოთ ცხვირხარხის პრობლემების დროს. ხელყურის დაავადების დროსაც კარგი შედეგები გვაქვს. ანუ ჩვენ მოქმედებთ ყველა ანატომიურ სტრუქტურაზე, რაც რამ არსებობს.